ინგა საჭმელს ხარ შემოგთავაზებდი ოჯახს. მოდით ხო და გავაკეთებ აგერ ჩაის. ისევ ერთი პაკეტი თუნა გააკეთო სამივე ჭიქა. არ მინდა მაშინ. წყალ-წყალა ჩაი. ზეგი ამის თვალს ხო არაფერი გამოეპარება რა. ის რატო ვერ დაინახე? ტვერი რო იყო გადმოსაწმენ, დიეტაკი რო იყო დასაგველი. სათავისოდ ხედავენ ყველაფერს. იმიტომ ვერ დაინახე, რომ სულ ტელეფონშია ჩამძვრალი. ღამის 4 საათზე დაიძინა გუშინ. შერეიცინე რომელზე დავიძინე? ეს იგი შენს გეღვიძა. მე ტუალეტში ვიყავი გამოსული, მუცელი მტკიოდა. მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენი. დედა როგორ არის ბავშვი კუჩში შეკრული? უკაცრავად საჭმელს ხო არ ვჭამ? ტყუილ სუპს გავაკეთებ დღეს და შეჭამე. იქნება გიშველოს. ტყუილი სუპი რა არის? რადგან შეგმით ხო აქ ბოსტნეული, კომბოსტო, კარტოფილი, მწვანილები. ტყუილია ყველაფერი. ანასტასია ჭამას რომ მორჩები, მაგიდა დამხვდეს მილაგებული. თორე ისევ საჭმლის გარეშე იქნებ იცოდე 2 დღე. აუდენტ კი ვამუცელი, კიდე რა დავლია ნახშირი. ხო ხედავ მარიკო რო არ გშველის ნახშირი. პერედოზი არ მოგივიდეს, კაცო. 3 ლისტი დავალევინე უკვე. ვაიმე ოყნა გავიკეთოთ მარიკო და ეგრევე გახვალ კუჩში. ვაიმე 39 კა მარიკო სიცხე რა გავქნა. აუძანციო. მე ზრიან წინდებს მოგიტან. შენ კიდე პარაცეტამოლი დაალია მანამდე, მიდი. როგორ არის პაციენტი? გადარჩება? მიმღებში დაელოდ, სულ გამოვშტერდი მეც კიდე რა აღარა ვარ სრულ ჭკუაზე რეებს ვლაპარაკობ. აუ, კორონა ხო არა აქ? კორონა კი არა, ვიღას ახსოვს ერთი. გაცივდებოდა კაცო იმ დღეს ეზოში დარბოდა ოფლიანი. დეგენერატი ეგ. ინგა, როგორ არის ბავშვი? ისეთი მაღალი სიცხე აქვს, რომ იწვის ბავშვი რა. ძმარი მიმაქ ახლა იქნება ამან მაინც უშველოს, 1000 საქმე მაყრია თავზე. მომეცი შევუტან შენ საქმეს მიხედე. აუ ისე ჯიგარსონალია დეიდა. ერთადერთი ნორმალური მეზობელი გვყავს. ლია ოქროა კაცო რას ამბობ, არაფერი რო არ ეშლება ეგეთია ზუსტად. ინგა დალია სულ წინააღმდეგობა კი გამიწია, მაგრამ მაინც სულ დავალევინე. მაგარი კოსტუმი გავაძლე ჰელოუინისთვის. თიკო რომ მოაჩავიცმიო. ვაი, იქ არ დათვრეთ ახლა და ისო პოლიციის ეკიპაჟმა არ მოგიყვანოს სახლში. თორე მე კარს არ გავაღებ. აუ, მაგარი ცუდად გავხდი მაშინ. თიკო ვაფშე ტალახიანი მივიდა სახლში. თიკო იქნება უმარიკო გააღე. ინგა დეიდა როგორ ხარ? გოგო შენ კიდე არ ხარ მზად? გაიგიჟა თავის ანამ თიკო არ მოვა არ ჩავიცვამოდა. ღმერთს მადლობა რომ მოხვედი. არც მე არ ჩამეცვია ჯერ დაკიდან ჯერ ჩემთან წავალ და მერე ივენტზე. კი ბატონო, ისეთი ბროტ-მოხმედის კოსტუმი შევარჩიე რომ გაგიჟდები. მიდი ახლა ჩაიცვი და გვენახე. თიკო ყავას ხო დალევ შვილო. აუ კი ინდა დეიდა. მეც დავლევ მიდი მოადუღე. ერთი სული ქონდა ჩემს ოდის მოხვიდოდი. ანასტასიამ არ მოუდუღა ყავა და შენ გელოდებოდა. ომარიკო, ატაიძიათ სუდა. დედა რა ვერ ჩაიცვა ამან კიდე კაცო, ანასტასია. მაცადი ჩხდილი ხო არ გამოვალ. აუ ხალდილით გვაქვს ისტორიაც და ვერ დავლებთ ვაფშე, თორე გამოგაბრუნებს ეგრევე უკან მასწავლებელი. ღირსებით იქნებით. აჰა, გამოვიდა. დედა ვისი კოსტუმია გოგო ეს? რა არის ვერ ვიცანი. თიკო იმედია შენ მაინც მიხვდი. გოგო ძალიან მეცნობა, მაგრამ რატო ვერ ვიხსენებ? თეკლა გურგენიძე ვარ. პირდაღებული უნდა დავტოვო. ცაფირუზის ფერია. აღარც ვინთიმდა და აღარც აღარაფერი, მაგით კაი გოგო დამშვიდდი რა ეხლა. რა არის გოგოებო, რატომ მობრუნდით კაცო ესე მალე? აუ ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა ინგა დეიდა. უთხარი. თეკლა გურგენიძე ჩემი კოსტუმი ეცვა. ხიზილბაშები შემოგვესმინე. შენ ხარ ინგა? ამერია. კი ბატონო იცინეთ, მაგრამ მე სახლი დავაკრიალე დილიდან. ბრწყინავს ყველაფერი. ვაიმე, თაგმა გაირბინა რა არის ეს?
მიხედავები? მაგრამ რომ მიყვინოს ეგრევე გავიტრუპები. აი მე ადით რა სკამებზე იყავით გეხვეწები, როგორ დავიჭირო ეხლა მე სამხელა ქალმა, ჰა? აუ განებეთ მაგ თავს თავი, ერთი კვირა აქ და ყველს ვაჭმევ ხოლმე. შენ თუ ხარ ნორმალური ბიჭო, რა ღირს იცი 1 კილო ყველი? 18 ლარი კაცო. ხო ხიდავ რა დეგენერატი ბავშვია, თავი მოიშინაურა. აი მე აღარ ჩანს მე მგონი წავალ ხაფანგს მაინც ვიყიდი. როდემდე უნდა ეტრაშუნოს კაცო თავგმა დაკრეალებულ სახლში. თავის მერე შენ მოგივლი ვაჟბატონო. დაიჭირს ახლა ინ გამთაქვს და აღარ გეყოლება მეგობარი. ნეტა რა გიხარია, შენ ოთახში იყო გუში მთელი ღამე. არ არსებობს, სატენი შემიჭამა, შუაზეა გადაჭრილი. ნაწყენია ალბათ, არაფერს რო არ აჭმევდი. ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგ თავს. აი მე ვიყიდე ხაფანგი ქვემოთ მაღაზიაში, მაგრამ რა დავუდო ეხლა ამას, ჰა? ნიგოზი? ჭამს ბიჭო ნიგოზს. კი უყვარს ძალიან. რატო არ იყვარება გენაცვალე, გემოვნებიანი თავი ყოფილა, კაი ოჯახის შვილი. სიო გავამზადე დავდებ ეხლა და გადით კუხნიდან დაველოდოთ. დედა სად არის კაცო ეს თავი აქამდე ჩამოღამდა შუქი ვეღარ ამინთია. დედა გაება მე მგონი. აუ დიდი ჯამბო. ომარიკო დაიჭირა პროსტა. მშობლების ჩათში შეხედვა აღარ მინდა რა. ყველაფერზე შეიძლება კაცო მასწავლებელს ფული აუგროვო. ახალი წელია ავუგროვეთ, აღდგომა ავუგროვეთ, შვილი გაუბედნიერდა ავუგროვეთ და ნაღველი ამოიჭრა ავუგროვეთ. რაღა გავაკეთო კაცო. მშობლები არიან მეტიჩრები და ეგ მასწავლებელიც მიეჩვიო ყოველ კვირას აჩუქრებს. ხო და არ დავდებ არაფერს და ეგ იქნება. დაიცა ნინომ ჩააგდო ხმოვანი. ძალიან დიდი ბოდიში გოგოებო, მაგრამ მე ვერაფერს ვერ დავდებ. 3 შვილი მყავს და ჩემი გამჭირვებია. ხედავ ხო რა დღეშია ხალხი. ბავშვები ამბობენ ეკალი მატყუარაო. iPhone 14 იყი და იმ დღეს. გოგოებო ვერც მე ვერ დავდებ ვერაფერს, არ მაქვს ახლა ამ ეტაპისთვის გათვალისწინებული ეს ხარჯები. აი მე ეს თوار გაიგზავნა. მოვიდა განაპი, ხათუნა. ინდა მომისმინე ჩემო კარგო. ამ საჩუქარზე სია შედგება და გაითვალისწინეთ. დამემუქრა ახლა. თავში გვაგეხლიათ, კაცო. ნეტო მასწავლებელმა ორჯერ დამიწერა უკვე ორიანი. ჩამორჩენილი ხარ ყველაფერს. მაგაში სრულიად ვითანხმები. გოგოებო, რა ვიცი, გამწარებული წეს ეს მასწავლებელი ორიანებს და მარტო მე ვარ უკმაყოფილო ამით. ეხლა ნახე, რამდენი ამყვეზე გამომეხმაუროს. აი. კი ინგა. რა ვიცი, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ვაიმე გოგოებო, ჩემს სასათქელი შუბლზე ეძირა იმ დღეს. ეს ყოლია, ესე იგი, ერთადერთი ოროსანი სკოლაში რა. შენ მერე მოგივლი. მაგრამ ეს მშობლებიც მატრაკვეცები რა. ვაიმე ჩაიწერა და გაიგზავნა მე მგონი. დათარსული ვარ დილიდან რა. რატო? შეჭამე დილით რომ მაკარონი გააკეთე და მიხვდები. რატო და ამოვდიოდი კიბებზე და გადამებრუნდა ფეხი. დავაოხრე ფეხსაცმელი რა. როდის იყიდე ფეხსაცმელი არ მახსოვს. აიმე, ეს ფეხსაცმელი ვიყიდე 96 წელს. გადასასვლელ ხიდთან იჭდა ხოლმე ერთი ქალი. კონტრაბანდული ტავარი ქონდა ხოლმე და სუმაგას ნაყიდულობდი ყველაფერს. დაარბიეს მერე ეგ ქალი. 96-ში თუ ვიყიდე, ესე იგი უწევდა უკვე. მარტო ფეხსაცმელი რო იყოს, რას დავეძებ რა. ინგა ეს ვერდისფერი შარველი სად დაითრიე? სად დავითრიე და შევყარე თეთრების არის მანქანაში და შეყოლია შენი წითელი მაიკა და აჰა. შენი ფეხსაცმელი გაკეთდება? გაკეთდება კი, მაგებნო გადავიდეს ინგა აფხაზეთში, რო დავიბრუნებთ. ხო, ვიცინე შენ და მე მაგაგერი ხელოსანთან. წავედ და ჭკვიანად იყავით იცოდე. ომარიკო მაკარონი არ გინდა? არ მომეწონა მაგ მაკარონის სუნი. შენ გემოვნანახო. ჯანდაბა. რატომ მოbrunდი ინგა? ტროტუარზე ვიდექი და მთელი გუბე წყალი შემომასხა მანქანამ რა. რა დღე გამითენდა. ომარიკო გაიყინები ტრუნსიქში ჩაისვის სხვა შარბალი. სანამ ამას დავაკერებ. საქმე გამომიჩინეთ რა. რა მექნა? ბავშვებმა მითხეს რომ ჩაჯექში პაკეთიო და გაიხა.
კიდე კაი რო ტრუნსიკი მაინც დაგრჩა მთელი. და ბოლომდე არ შეიცხვი. მე გაჩერდი გოგო კიდე კაი. ესე იგი ისეთ აზარში შევედი რომ რაც კი დასაკერებელი ქონდა სახში, დავაკერე ყველაფერი რა. რა გააკეთე? ჩემი დახეული ჯინსები თუ დააკერე? ეგეთი იყო ეგ. რა ვიცი გენაცვალე რანაირად გეცვა ეგ დასყვას ნიაკებული შარვალი. აი ამას აღარ ჩოვიცომი. არ გადააგდო არ გამაგიჟო ეხლა რა. დადეკაცო იქით პოლისტილოდ გამოვიყენებ მე. აუდეიცი შარვალი რო გამეხა მაგ დროს გამოიარა მზიადეი და პირველ სართულზე რო ცხოვრობს და დამცინოდა. საცინრად რო აქ მზიას საქმე რა. ქმარი სამსახურიდან ხო გამოუგდეს. შვილი გაუბედურებული ოროსანი. დედამთილი დიალეზი ყავს და ეს ყველანი ერთად ცხოვრობენ ერთოთახიან ბინაში. იცინოს ბატონო. სხვა რა გადარჩენია. იმინე ჭორბიურო ხარ რა. აჰა, დავაკერე მე მგონი მიდი აბა ამოიცვი. ჩაალაგე ეხლა ეს ყველაფერი უკანინგა. აჰა, შვენივრად გაქ რა გინდა. ნუცანცარებ ეხლა კაცო გაჩერდი რა. ანასტასია მიდი ხდა ესენი. ჩავალაგო. მიდი და წაიღე რა ოთახში შეიტანე. რა იყო რა გატირებს ომარიკო? ვასო ბუნება ისწავლე? ნიც არ გამომკითხოს. რა? არაფერი. ბავშვებო დასხედით. აბა დღევანდელი გაკვეთილი რაზე გქონდა ხეებზე, ხო? დიახ, მას. არ ჭირდება დაზუსტება რა. დავსვავ კითხვებს და მიპასუხებთ. მე არ მისწავლია ვერ გავიგე ვერაფერი ამ გაკვეთილში. რაკნა იცი, ვითომ რეულში რაღაცას წერ და არ კითხავს არაფერს. აბა ხის ფოთლები, ვინ მეტყვის რატომ სჭირდება ხეს ფოთლები? აბა ლომსაძე გისმენ. ხეს ფოთლები ცვივა. აი ღირა რო გაგწვიდება ერთები, მაგას მე ნახავ. რა პასუხია ეგ? აბა სრული პასუხი ვინ იცის? შენ ორიანი. მიპასუხე კვინიკაძე. ხეს ფოთლები იმიტომ აქვს, რომ შეისუნთქოს ნახშირორჟანგი და მოგცეს ჟანგბადი. ძალიან კარგი. აბა ბავშვებო ვინ მეტყვის რატომ უნდა დავრგოთ ეზოში ხე? ხე იმის ამან დავრგოთ, მასწავლებელო რო გეიზრდება, მე მოუჭრათ და გქონდეს შეშა. თქვენ ოჯახში ალბათ ჯერ არ შემოუღწევია, ხო გაზის გამათბობლებს. მასვე გქონდა ერთხელ ღუმელი და ბებიაჩემა გააჩინა ხანძარი, დაგვეწვა მერე ის სახლი. ხო, აი რა საშიშია. აბა ბავშვებო ვინ მეტყვის რატომ არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი? აბა კვინიკაძე. დედაჩემი ამბობს სიგარეტს თუ მოწევ კიბო გაგიჩნდებაო, მაგრამ თვითონ სულ ეწევა. სიკვდილის ნატრობს ხოლმე. ხო, ალბათ ეხლა ეგ ოჯახშია პრობლემები. მან საჭირო ოთახში რო გავიდა შეიძლება? რა იყო ბერიძე სახში ვერ მოითავე? არა. აბა ომარიკო მთელი გაკვეთილია რო ჩუმად ხარ. საიდან იღებს ხე საკვებს და წყალს? მას ბერიძე წყალს აქცევს მე მგონი იატაკზე.